2016 წლის ზაფხულის სეზონზე ლეღვის ნახარში აქტუალურობას არ კარგავს. სამწუხაროდ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოქალაქეები გარუჯვისთვის, ჯანმრთელობისთვის აზიანო ამ ნაყენს კვლავ იყენებენ. ლეღვის ფოთლის ნახარსა და წვენთან ერთად კი არიან ისეთები, ვინც სხვა არაპროფილურ საშუალებებს ცდის და დამწრობის ცენტრში ხვდება. სხვადასხვა მცენარეული ნახარში გასარუჯად ამ სეზონზეც აქტუალურია. ზაფხულის დაწყებიდან ორ კვირაში დამწრობის ცენტრს უკვე 60-მდე პაციენტმა მიმართა და მედიკოსების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ჯერ სხვადასხვა სახეობის ნახარს იყენებენ, შემდეგ კი საავადმყოფოში უწევთ მკურნალობის გაგრძელება. ყველა მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სტატისტიკა მიჩვენა, რომ წელს მომატებულია მიუხედავად ამინდებისა, ჩემდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ მომატებულია მომართვიანობა. ისინი კი ვინც ზაფხულის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად რუჯს არა მცენარეული ნახარშების, არამედ მზის მეშვეობით იღებენ, დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა დასასვენებელ ადგილებს უკვე აქტიურად აკითხავენ. მოამბის გადამღები ჯგუფი დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დამსვენებლებს გაესაუბრა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ დამწრობის თავიდან აცილების წესები იციან, თუმცა უპირატესობას ბუნებრივად მიღებულ რუჯს ანიჭებენ და დამცავ საშუალებებს ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ. მე არ მეშინია დამწრობის, არც არაფერს ვიყენებ, არც ეთებს და არც ქონს არაფერს არ მეშინია, მოვდივარ და ჩოლებრად ვიღებ ზაქარს. დამცავს არ ვიყენებ, იმიტომ რომ არ მომწონს, დამცავით ისე ვერ ვრიჯები, არ მომწონს ჩემი სხეული და დამცავის გარეშე უფრო მიმზიდველია და სასიამოვნო გამოიყურება რა. მე თეთრი კანი მაქვს, მინდა ნამზეური მქონდეს, მაგრამ არ მინდა დავიწვა. ამიტომ მუდმივად ვხმარობ დამცავ საშუალებებს. შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე მოქალაქეები მზეს უნდა მოერიდონ. ექიმი დერმატოლოგების მთავარი რეკომენდაცია სწორედ დროის ფაქტორია. სპეციალისტები მძიმე დაავადებების შესაძლო პროვოცირებაზეც საუბრობენ. თეთრი ტიპის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა იხმარონ დამცავი საშუალებები, ისე რუჯი არ უნდა მიიღონ. ძალიან ისე იყენებენ ამზის სხივებს და რო არ ერიდებიან და ძალიან მართლა შუა დღეზე და ისეთ საათებში ონკოლოგიაც კი შეიძლება წამოვიდეს. თუმცა მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, ბოლო ერთ თვეში დამწრობის ცენტრში მისული პაციენტებიდან 8 მოქალაქეს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. მათ შორის 2 რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.